ორი კვირა იწურება, რაც დაიწყო ბეშითი კურსი და ამ ტესტირებით ჩვენ უკვე ვიგებთ ამ ორ კვირაში თუ რა ისწავლა რეკრუტმა. რამდენი რეკრუტი იყო თავიდან და რამდენმა დატოვა ამ ორი კვირის განმავლობაში? 500 რეკრუტი იყო და რამოდენიმე ათეულმა დატოვა უკვე ეს კურსი. რატო დატოვა? ვერ გაუძლეს ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად ვერ გაუძლეს და ამის გამო რამოდენიმე ათეულმა რეკრუტმა დაგტოვა და დატოვა ბეშითი კურსი. 8 გოგო ისევ აქ ვართ, ძალიან ბევრი ბიჭი წავიდა, მაგრამ გოგოები ისე მყარად დგავართ. ძნელია, იმიტომ რომ წდები ოჯახს, გადადიხარ სხვა სივრცეში. გავგვიჭირდა, მაგრამ ჩვენ мотивაციით და ფსიქოლოგიით გადავლახეთ ეს ორი კვირა. ყველაზე მთავარი რაც არის ის მაქვს. ძალიან მინდა და მიზანი მაქვს. აი ეგ, რაც ადამიანს მიზანი აქვს, შეუძლია კიდევაც. პირად შემადგენლობა შედის თქვენ საცხოვრებელში და გამოდიხართ ფიზოს ფორმაში. გასაგებია? გასაგებია? ამისათვის დრო გაქვთ ბოლო კაციდან ზუსტად წუთნახევარი. სერჟანტები ძალიან გვეხმარებიან, мотивაციას გვაძლევენ და მაქსიმალურად ვაკეთებთ რაც შეგვიძლია. მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ გავძლებ. დარწმუნებულები ვართ, რადგან თავიდან რომ მოდიხარ, ყველაფერს აანალიზებ. პირველი კვირის, მეორე კვირის გაძლება ცოტა ძნელია, რადგან ცხოვრობ სამოქალაქო ცხოვრებაში, ხარ თავისუფალი ყველანაირად, როცა გინდა იძინებ, როცა გინდა ჭამ, როცა გინდა ეწევი, აქ კიდე ყველაფერი სხვანაირად არის. თქვენ მიატოვეთ თქვენთან ამბობთ. თქვენთან ამბობთ, კიდე არ მოიტომა. ნანდაიცია თავის პირად შემადგენლობას. ზარმაცო! ბატონო რეკრუტა! კვაჩაკიძე, შე! რატო ჩამორჩი პირად შემადგენლობას? გითხრა ვინმე ჩამორჩიო? და რატო ჩამორჩი? რატო არ იტომე? არა უშავ, ამისათვის რომ გავაუჭობესო, პირად შემადგენლობა ბევრი უნდა ივარჯიშოს. ფსიქოლოგიურად, მორალურად თუ ფიზიკურად. ამისათვის ყველაფერს გავაკეთე. როგორც მე ისე თქვენ. პირველი მაგალითი ვარ თქვენთვის მე. ყველა ბოლომდე ხო ხარ? როგორც მე ისე თქვენ. გაგრძელეთ ხო ხარ? არავინ ადგეს სანაბძანება არ იქნება. საქართველოს გაუმართ! 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 ისიც გაუმართ! გაუმართ! გაუმართ!